კლუბია, რომელსაც კარგი სეზონი აქვს, მათთან გამარჯვება და შემდეგ უკვე სპაერიკის ნაბერთ ეროვნული ლიგის წარმომადგენელი გუნდი. აქ ჩაწოდება საჯარიმოში არის მომენტი ძელი და კიდევ ერთი კუთხური პირველი ხილის საშუალება ჟანისგან ასხლეტილი ბურთი მე მგონი გაშლილ ხელში ხვდება, კი, გაშლილ ხელში ხვდება ნადარაიას. სხეულის ფართობის განზრახ გადიდებად შეიძლება ჩაითვალოს ეს ყველაფერი არაბუნებრივ მდგომარეობად და დიდია იმის შანსი, თან თამაშგარიშიც არ არის შანსოუზა, რომ აქ 11 მეტრიანი დაინიშნოს. ვნახოთ, მოკლედ შეიძლება ეს რუსთაველთა აქტიურობით დაწყებული მატჩი თავიდანვე აისახოს შედეგში და მათ მიიღონ გოლის გატანის შანსი. რას გადაწყვეტს ჯენერი ხორავა? ამ რაკურსით როგორც გამოჩნდა, ხვდება ხელში ბურთი ცოტნე ნადარაიას. არის თუ არა პენალტი? არის, როგორც ამბობს ჯენერი ხორავა და მისი ხელის მოძრაობა, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსთავს მატჩის პრინციპში დებიუტშივე, საწყის წუთებშივე შეუძლია წინ გასვლა და დაწინაურება. ოტელენა აბიჯებით მიდის ბურთისკენ, აი ახლა აჩქარდა და ძალიან კარგადაც შეასრულა სოუზამ ეს ეპიზოდი. ჟანის მე-6 გოლი და რუსთავი აქტიურად დაწყებულ მატჩში სწრაფი გოლით ახერხებს წინ გასვლას. და ტემპს აი ამ ეპიზოდში იქამდე დაიძრა და მერე უკვე რბილი შეხებით მოატყუა პრინციპში ოთოგოშაძე და მოათავსა ბურთი მისგან საპირისპირო მიმართულებით კარის ბადეში. 1-0 რუსთავი იგებს და ცოცხალ ცხრილში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ლიდერი ხდება. ცხრილზე უფრო შანსი აქვს, რომ სწრაფ შეტევაზე გადავიდეს კონტრშეტევები. ამ გუნდის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა სტანდარტულ სიტუაციებთან ერთად. ჟანის დარტყმა გოშაძემ მოიგერია და შემდეგ ცველებმა გამოიტანეს. აი ეს იყო პირველი კარისკენაც და კარში დარტყმა ღია ასეთი სტილის მონაკვეთებად წარმართული. თავისი დრო აქვს რუსთავს, იცის როდის უნდა შეუტიოს, როდის დაიცვას თავი და სხვადასხვა მონაკვეთებში ქმნის ხოლმე შემდეგ კიდეც მოედის ცენტრში არეულობა, ტორპედოს ფეხბურთელები შეცდნენ და რაპასი გავიდა, არ გავიდა, გოშაძე გამოვიდა კარიდან და საკუთარი საჯარიმოდან მოიგერია ბურთი. ჭკვიანური იყო ძალიან ნაკანოზე გაკეთებული გადაცემა, უღონთ კი ახლა გაგვიმეორებენ, ყოჩა ძალიან ჭკვიანური იყო ეს გადაცემა. უბრალოდ ცოტათი ძლიერი, თორემ ნაკანო პრაქტიკულად უბილავამ დატოვა 1-1-ზე. აი უბილავას სხვა უნარჩვევებიც გამოუმუშავდა. ორი ჯგუფში ერთბაშად, ერთ შესვენებაზე 4 შეხვედრას გამართავს ჩაწოდება და ისაძეს ეგრევე ქონდა გათანაბრების შანსი მოედანზე შემოსვლიდან. არა, ბუკია იყო. აი ამ დროს ხადია ეროვნული ლიგა შესვენებაზე იქნება და ზოგადად საკლუბო ტურნირები და ეს აი მინი ტურნირი, რაღაც მინი ევროპის ჩემპიონატი შეიძლება უწოდოთ იმას, რაც იქნება ერთა ლიგის ფარგლებში. პასის გაკეთება მერე ბურთის დაკარგა და რუსთავს შეუძლია კარგი შეტევა გამოუვიდეს. არის მომენტი დარტყმა, საჭირო დარტყმა და გადარჩა ტორპედო და გადაარჩინა ისევ ოთო გოშაძემ. კარგ ფორმაში ერთ-ერთი პირველი არის გოშაძე და კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ის რომ ზირასთან უფრო მეტი გოლი არ გაუშვა ტორპედომ ორი მატჩის ჯამში, პირადად ამ ადამიანის დამსახურება ეს ყველაფერი. რუსთავმა კი რეალური საგოლე ასეა საქმეში ჩართული და არავისთვის არაფერს დათობას არ აქვს. უკლედ ძალიან მაგარი სეზონი გველოდება და ყველაზე უმადური საქმე თუ რაიმე არის ფავორიტის დასახელება, წარმოუდგენელი ამ ჩემპიონატში ფავორიტის დასახელება უბილავას დარტყმა და ისევ გოშაძე არ ხვდა თამაშის წესებს, თორემ თავად არაფერში ბრალი არ მიუძღოდა. უბილავა კი როგორი აქტიურია, მოდი გავხსენოთ ნაკანოზე გაკეთებული ის პასის სიღრმიდან, აი ეს დარტყმა, შეტევებში აქტიური ჩართულობა, თან პირველი პასიც და პირველი გოლიც რომელიც გავიდა საერთოდ პენალტიდან. თუმცა ჩართო საქმეში არაბიძე და სწრაფ შეტევაში გადაერთო ქუთაისური გუნდი. ისევ მამუჩაშვილი დაბალი ჩაწოდება ლომინაძე გაატარა და ისაძე და ბერუაშვილის ბრწყინვალე სეივის შემდეგ მეორება. კარგი კომბინაცია მამუჩაშვილი არაბიძე ერთმანეთში გაცვალეს პასები. გატარებასთან ერთად პასიც იყო დეისაძის დარტყმა და აი აქ საუბრობ, უნდა დაეთმო, მე მგონი სერბ ფორვარდს შევაქოთ ბერუაშვილი და ხო, კოხრელიძე მზად იყო, მაგრამ ანდრიჩმა თავად გადაწყვიტა, ფორვარდია ცხრიანია, ინსტინქტია, რომ გოლზე უნდა იყოს დაგეშილი, მაგრამ ბოლოს შეხება იყო თურმე მისი ეს ბურთთან, რომ გაეტანა გოლიანი შეხება იქნებოდა. თუმცა ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა მისთვის, იმიტომ რომ რუსთავმა ეს თამაში მოიგო.